სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურის დღეში ხანძრის ჩასათვრობად სპეციალური სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ხანძრის ლოკალიზებისთვის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. კვამბლის შედეგად შექმნილი ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა გართულებულია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივის ფართობის დადგენა. სავარაუდოდ ცეცხლი დაახლოებით 20-25 ჰექტარზეა გავრცელებული. აწყურის ტყის მასივში ხანძარი 4 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება. ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ბორჯომის ხეობაშიც. ხანძარია რუსეთის ბირთვულ ცენტრთან ახლოს. რუსეთში ხანძარის ნეჟნისკის ოლქის ტყეშიც გაჩნდა, სადაც რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრია განლაგებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ცეცხლი 7 ჰექტარ ფართობს უკიდია. ამბობენ, რომ რაიონის მცხოვრებლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ დაწესებულებებს ხანძარი საფრთხეს არ უქმნის. რუსეთი რამდენიმე კვირაა ცეცხლის ალშია გახვეული. ტყის ხანძრების შედეგად მთლიანად დამწვარია რამდენიმე სოფელი. დაიღუპა 60-ზე მეტი და უსახლკარო დარჩა ათასობით ადამიანი. რუსეთში ტყის ხანძრების შედეგად გამოწვეულმა კვამლმა პეტერბურგამდე მიაღწია. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან 2000-მდე ადამიანი გაფრენას ვერ ახერხებს. ცუდი ხილვადობის გამო ყველა რეისი შეჩერდა. რუსეთის დედაქალაქი ხანძრის შედეგად გამოწვეულ ნისლშია გახვეული. მოსკოვის მოსახლეობა ქუჩებში პირბადეებით დადის. დედაქალაქის მთავარი აეროპორტიდან დაგეგმილი ყველა ავიარეისი ერთი დღით გადაიდო. კვამლის ქალაქში გავრცელებას სამხრეთ-დასავლეთის ქარი უწყობს ხელს. სინოპტიკოსები ქარიანი ამინდების გაგრძელებას პროგნოზირებენ. ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდების რაოდენობა ზღვრულ ნორმას 6-ჯერ აჭარბებს. ნისლმა შენობებსა და მეტროს სადგურებშიც შეაღწია. ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გარეთ გამოსვლის შემთხვევაში პირბადეების ტარება ურჩიეს. Страшно. Ну, конечно, дискомфорт. არ გვეშინია, მაგრამ ნისლში სიარული უბრალოდ მოუხერხებელია. სულ გვაჭირს თვალები მეთვეს. ბევრი წყალი უნდა დალიოთ და თვალები ხშირად გამოიბანოთ. ფანტანთან იმიტომ მოვედით, რომ ჰაერი შედარებით სუფთაა. უკეთ სუნთქავ. ხილვადობის შემცირების გამო მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებიდან ავიარეისები გადაიდო. მგზავრებმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს. საგანგებო სამსახურების ცნობით, რუსეთის დასავლეთ ნაწილში 24 საათის მანძილზე ხანძრის ლოკალიზება 600 ადგილას შეძლეს. ეროვნული ფორუმი რეგიონებში გავიდა. გუბა სანიკიძის განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობა სოციალური პრობლემებისგან სასოწარკვეთამდეა მისული. ეროვნული ფორუმის წევრები საჩხერის რაიონში ადგილობრივებს შეხვდნენ. მათი თქმით, იქ მცხოვრებლებს ყველა ის პრობლემა აწუხებთ, რაც ელემენტარული და აუცილებელია ადამიანის ყოფა ცხოვრებისათვის: წყალი, გაზი, განათლება, უმუშევრობა და უსახსრობა. ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი შეხვედრები ჰქონდა ჩვენ საჩხერის რაიონში. სურათი არის ყველგან ერთი და იგივე, არა მარტო საჩხერეში, არამედ მთელ ქვეყანაში რა. სრული უყურადღებობა, უპატივცემულობა, უწყლობა, უხელფასობა, უსამსახურობა და ზერელეობა ხელისუფლებას. მე ვატყობ, რომ ძალიან ბევრი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანოს. და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია ძალიან. მსოფლიო ამბები მაესტროზე. ჩინეთის მოსახლეობა წყალდიდობის შემდეგ მეწყერის საშიშროების წინაშე დგას. განსუს პროვინციაში დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2000 კი დაკარგულად ითვლება. პროვინციის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს. ტიბეტის ავტონომიურ მხარეში მდებარე განანის ნაწილი წყალმა მთლიანად დაფარა. გზებზე წყლის დონემ 1 მეტრამდე მიაღწია. სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და დაზარალებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე 2400 სამხედრო უკვე ჩავიდა. პაკისტანში მდინარეებთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი პუნქტებიდან დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, ქვეყანას ბუნებრივი სტიქიის მეორე ტალღამ გადაუარა. სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას ამერიკელი სამხედროებიც იღებენ. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან 6 სამხედრო თვითმფრინავი პაკისტანში უკვე გაგზავნა. გაერომდა უცხოეთის სხვა ქვეყნებმა პაკისტანს მილიონობით დახმარება უკვე გამოუღოს. პაკისტანმა დახმარებისათვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსაც მიმართა.
რუანდას გენოციდიდან 16 წლის შემდეგ მოსახლეობა ქვეყნის მეორე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნები ხვალ გაიმართება. არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი რუანდას მოქმედ პრეზიდენტს პაულ კაგამეს აქვს, რომელიც ქვეყანას სათავეში 94 წელს მომხდარი გენოციდის შემდეგ ჩაუდგა. რუანდაში გენოციდის დროს 500,000 ეთნიკური ტუტსისა და ჰუტუს მოსახლეობის მკვლელობის შემდეგ კაგამემ ქვეყანაში მთელი რიგი რეფორმები გაატარა, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაიმსახურა.